მამა და შვილი. ერთ მჭედელს ძალიან ზარმაცი შვილი ყავდა. არაფერს არ აკეთებდა, უსაქმოდ დაყიალებდა დღე და ღამე. სანამ მამამის ძალღონე ჰქონდა, მუშაობდა და კარგად არჩენდა ოჯახს. მაგრამ როცა დაბერდა და დაუძლურდა, საგონებელში ჩავარდა. იწვა ავადმყოფი და შვილის დარდი უფრო აწუხებდა. ბოლოს დაუძახა ცოლს და უთხრა: რა ვქნათ? ეს ბიჭი ზარმაცი და უქნარა გვეზრდება. თუ შრომას არ მიეჩვია, მთელ ჩემს ქონებას ვინმე უცხოს უანდერძებ. ჩემი შვილი მაინც გააჩანაგებს. ერთი მანეთის შოვნას კი არ შეუძლიაო. ეწყინა ცოლს. როგორ არ შეუძლიაო? აბა თუ შეუძლია, წავიდეს, იშოვოს და მოიტანოსო, უთხრა ქმარმა. გამოვიდა ცოლი, მისცა შვილს მანეთიანი და დაარიგა. წადი შვილო, მთელ დღეს ნუ გამოჩნდები. საღამოს შინ მოდი, მიეცი მამას ეს ფული და უთხარი, მე ვიშოვე თქო. წავიდა შვილი. მთელი დღე უსაქმოდ იარა. საღამოს მოვიდა, გაუწოდა მამას მანეთიანი და უთხრა: გადავყევია მანეთიანი შოვნასაო. მამამ აიღო ფული, დასუნა, გადმოაბრუნა, ბუხარში შეაგდო და თქვა: ეს შენი ოფლით არ არის ნაშოვნიო. ბიჭმა გაიცინა და დედასთან წავიდა. დედას ეს ამბავი ძალიან ეწყინა. მეორე დღეს კიდევ მისცა მანეთიანი და ასწავლა: წადი, მთელი დღე თუნდაც უქმად იარე. ოღონდ საღამო ხანს ილბინე დიდხანს. დაღლილი და გაოფლილი რომ მიხვალ, იქნება დაგიჯეროს, რომ შენ თვითონ იშოვე ეგ მანეთიანი. წავიდა შვილი. მთელი დღე უსაქმოდ იყიალა. საღამოს კი ირბინა, გაოფლილი შევარდა მამასთან, გაუწოდა ფული და უთხრა: აი, ჩემი ოფლით ვიშოვეო. აიღო მამამ ფული, გადმოაბრუნა და ბუხარში შეუძახა. მატყუებ შვილო, არც ეს ფულია შენი ნაშოვნიო. გაიცინა შვილმა და წავიდა დედასთან. აინუნშიც არ ჩააგდო ამ ფულის დაკარგვაც. დედას გული მოუკვდა. მიხვდა რომ ცუდად იყო საქმე და ბიჭს უთხრა: შვილო, ხომ ხედავ, ვერ მოატყუეთ მამა შენი. ჭკვიანი კაცია. წადი სადმე თუნდაც ერთი კვირა დაგჭირდეს იმუშავე. აბაზიც რომ აიღო დღეში, ერთ მანეთს მოუყრი თავს. მოუტანე მამაშენ შენი ოფლით ნაშოვნი ფული და გაახარეო. დაუჯერა ბიჭმა დედას. წავიდა და მართლაც მთელი კვირა იმუშავა. ზოგს რა გადაუტანა, ზოგს რა გაუკეთა. ზოგმა შაური მისცა, ზოგმა ორი შაური. მოაგროვა გაჭირვებით ერთი მანეთი და მიუტანა მამას. მამამ უსუნა ამ ფულსაც. ხელიდან ხელში გადაიყარა და ისევ ბუხარში შეუძახა. არა შვილო, არც ეს ფულია შენი ნაშოვნიო. ბიჭმა ახლა კი ვეღარ მოითმინა. ეცა ბუხარს, ხელებით გამოხვედა ბუხარში შეყრილი ფული და ყვირილი დაიწყო. რა შრები, მამაჩემო, მე ამ ფულის შოვნას მთელი კვირა მოუნდი და შენ ცეცხლში მიყრიო? მაშინ მამამ სიამოვნებით გაუღიმა და უთხრა: აი ახლა კი მჯერა შვილო, რომ ეგ ფული შენი ნაშოვნია. ისე დაგეწვა გული, რომ ნამდვილად შენი ნაშოვნია. ასე ძნელია ფულის შოვნა, იმუშავე და გექნება. არ იმუშავებ და შიმშილით მოკვდებიო. მამამ მთელი ქონება შვილს დაუდოვა. თვითონ კი კმაყოფილი გაემგზავრა იქ, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან.